გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე, მე ქეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში შესატანიცრულებები ბიუროზე წარადგინეს. ვინდა როგორ აფინანსებს საპროტესტო აქციებს საქართველოში, ხელოვნური პროტესტის ორგანიზების გაშიფრული სქემა. პრემიერ-მინისტრმა განათლების მინისტრთან ერთად დუშეთის ახლად რეაბილიტირებული ნომერ 2 საჯარო სკოლა დაათვალიერა. სკოლას 600-მდე მოსწავლე და 46 მასწავლებელი ჰყავს. მთავრობის მეთაური სკოლის განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და პედაგოგებს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით მთავრობისთვის პრიორიტეტია. გავეცანით ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებს, მათ შორის მიმდინარე პროექტებს, განხორციელებულ პროექტებს, ახლავთ დუშეთში, სადაც განახლდა მთლიანად ნომერ 1 სკოლა და მინდა მეულოცოთ, უნდა პირველ რიგში ბავშვებს, ასევე მასწავლებლებს განახლებულ სკოლაში სასწავლო წრის დაწყება. ასევე მცხეთაში ვიყავით, სადაც განახლდა მუზეუმი და მალე უკვე სრულად გაიხსნება ეს მუზეუმი, სრულად განთავსდება ექსპონატები, ეს მნიშვნელოვანია ბუნებრივია რეგიონისთვის და კონკრეტულად მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის და ასევე დავათვალიერეთ ქვეშეთი კობის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები. თქვენ მოგახსენებათ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთი, 23 კილომეტრიანი მონაკვეთი, სადაც გაიჭრა 9 კილომეტრიანი გვირაბი, უნიკალური გვირაბი, ასევე 2 უნიკალური ხიდი შენდება და ეს სამუშაოები დავათვალიერეთ ადგილზე. დაახლოებით წელიწად ნახევარში უკვე ეს გზა მთლიანად იქნება აშენებული და შესაბამისად გამარტივდება გადაადგილება სტეფანწმინდის მიმართულებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიმართულებით და გარდა ამისა 4 სეზონზე იქნება შესაძლებელი კომფორტული გადაადგილება შესაბამისად ქვეყნისთვის, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე სოციალური თვალსაზრისით ეს პროექტი არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. რეაბილიტაცია ბოლო 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ამ სკოლაში დღეის მდგომარეობით 600-მდე მოსწავლე სწავლობს და ეს კიდევ ერთხელ გამოხატავს, თუ რაოდენ პრიორიტეტულია მთელი საქართველოს მასშტაბით განათლების და კერძოდ სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება და იმ სტანდარტების უზრუნველყოფა, რომელიც აუცილებელია როგორც მომავალი თაობის აღზრდის, ასევე ჩვენი მასწავლებლებისთვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნისთვის. დღესვე პრემიერ-მინისტრი ქვეშეთი კობის 23 კილომეტრიან მაგისტრალურ გზასა და გვირაბებზე განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ურზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, აშენდება 5 ხიდი და 5 გვირაბი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1 ხიდს. ქვეშეთი კობის მაგისტრალური გზის გახსნის შემდეგ კობის მიმართულებით ზამთარში მოძრაობა აღარ შეიზღუდება. ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა კი შეუფერხებლად ისარგებლებს საჭირო სერვისებით. საგრძნობლად შემცირდება გადაადგილებისთვის საჭირო დრო. შენდება უნიკალური ხიდი, რომელიც თაღოვანი ხიდი, რომელიც ყველაზე მაღალი ხიდი იქნება მთელს რეგიონში. დღეს მოვინახულეთ ეს მშენებლობა, პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ 26 წლის დასაწყისში უკვე გუდაურამდე მონაკვეთი გაიხსნება, ხოლო საბოლოოდ სამუშაოები დასრულდება 2027 წლის დასაწყისში. აღნიშნული მაგისტრალის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი არის როგორც დროის შემცირების თვალსაზრისით. ზამთრის სეზონზე ყველა ის პრობლემა, რაც დღემდე იქნებოდა ამ მონაკვეთზე, ყველა ეს ამ პრობლემას ჩვენ გზასაუვლით, გზა მუდმივად იქნება გახსნილ მდგომარეობაში. პრემიერმა კულტურის მინისტრთან ერთად მცხეთის მუზეუმიც დაათვალიერა. მთავრობის მეთაურს მუზეუმის ახალი კონცეფცია ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა გააცნო. მუზეუმში გამოფენილია ანტიკური ხანის არქეოლოგიური მასალა, ციფრული ფორმით წარმოდგენილი ქრისტიანული პერიოდის ნიმუშები და მცხეთის არქეოლოგიურ შესწავლასთან დაკავშირებული საარქივო მასალა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუზეუმის სისტემების გამართვა, ფონდებზე მუშაობა და მუზეუმის პერსონალის შერჩევა. აქ არა მხოლოდ არქეოლოგიური, არამედ სხვა სამეცნიერო მიმართულებებითაც ეს მუზეუმი ძალიან დატვირთული იქნება. ეს იქნება ერთგვარი ვიზიტორ ცენტრი, ახალგაზრდობისთვის თავშეყრის ადგილი, ეს იქნება სამუზეუმო უნიკალური ექსპონატების გამოსაფენი სივრცეები და ეს იქნება თანამედროვე ესეთი მულტიფუნქციური გამანაწილებელი ერთგვარი, რომელიც მთელ ამ რეგიონს ძალიან წაადგება. მცხეთა არის ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი წერტილი და შესაბამისად
შესაბამისად ჩვენ დავუმატებთ შუა საუკუნეების საგამოფენო სივრცეებს, ასევე შეიქმნა კლასტერი მთლიანი, რომელშიც შედის არამხოლოდ ეს მუზეუმი, სამეცნიერო კვლევითი ცენტრები არმაში, ქსანში, სადაც არის ამ შემთხვევაში როგორც შენახულია ჩვენი გათხრების მასალა, მაგრამ მოხდება უფრო დეტალური კვლევა. საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებშია მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან. საქართველოს პრეზიდენტი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციების მეთაურთა პატივსაცემად გაიმართება. მაღალი დონის კვირაულის ფარგლებში მსოფლიოს ლიდერებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტიც მიმართავს მაღალი ტრიბუნიდან საზოგადოებას და გაამახვილებს ყურადღებას იმ წინსვლაზე, პროგრესზე, რომელიც საქართველოს გაიცადა განსაკუთრებით გაეროს პრინციპებთან მიმართებაში, ასევე საქართველოს პრეზიდენტი მიწვეულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე. საქართველოს პრეზიდენტი გამართავს შეხვედრას გაეროს გენერალურ მდივანთან, სადაც ტრადიციულად განხილული იქნება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების ვითარება, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ნდობის აღდგენის კუთხით. კვირის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციაში მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯანდაცვისა და სოციალურ დაცვის საკითხთა მინისტრი გამართავენ შეხვედრებს თავიანთ კოლეგებთან, მიიღებენ მონაწილეობას და მიმართავენ სხვადასხვა დისკუსიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში დამსწრე საზოგადოებას. ვინდა როგორ აფინანსებს საპროტესტო აქციებს საქართველოში, იმედის კვირამ ხელოვნური პროტესტის ორგანიზების გაშიფრულ სქემაზე სიუჟეტი მოამზადა და დაფინანსების ახალი დეტალები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც დაფინანსების ერთ-ერთი წყარო გიორგი ბაჩიაშვილია. ალასანიას უნივერსიტეტის გავლით ფინანსები საბა ჯაჯანიძის კომპანიაში ირიცხება, თანხა კი აქციებს ხმარდება. მართველი გუნდის შეფასებით ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არსებობს ძალები როგორც ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარეთ, რომლებსაც სურთ ქვეყანაში ძალადობრივი პროცესები იყოს. დაფინანსების სქემასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავს ნაციონალური მოძრაობა. სკანდალური არაფერი არ გახლავთ, ეს საჯაროდ ისედაც იყო ხელმისაწვდომი, კონკრეტული ადამიანები ისედაც დებდნენ ანგარიშის ნომერს და კონკრეტული ადამიანები და კონკრეტული კომპანიების მათ შორის რისხავდნენ. ეს არის ზუსტად მტკიცებულება, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობენ უცხოური ძალები, რომლებსაც სურთ საქართველოში ძალადობრივი პროცესები. სააკაშვილის დედა, რომელიც ასევე საჯაროდ უხდიდა მილიონებს ამერიკაში ისეთ ლობისტურ კომპანიას, რომელსაც ნაწილ-ნაწილ უნდა გამოეტანა თავისი შვილი საავადმყოფოდან. ეს ყველამ კარგად ვიცი. ეს უნივერსიტეტია, რა თქმა უნდა, რომელიც რაც შეუძლია აფინანსებს აი ამ ძალადობრივ აქციებს. გახსოვთ ხოლმე სპეცსამსახურები აფინანსებდნენ მაიდანს და მე რით გაგრძელდა ეს ყველაფერი უკრაინისთვის, ხო? დღეს უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული და ორი ომი გადაიტანა მას შემდეგ, სწორედ უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული რევოლუციის შემდეგ უკრაინა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ სცენარის განხორციელებას, საქართველოში ამ სცენარის განხორციელების არავითარი რესურსი არ არსებობს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვამხილოთ ყველა ასეთი დაფინანსების ფაქტი, ყველა ასეთი გარე ჩარევის ფაქტი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ უცხოური აგენტურის მიერ რევოლუცია ვერ მოხდება ბუნებრივია საქართველოში. დიდი ფული იყო დახარჯული ამ ძალადობრივ აქციაზე, იმისთვის რომ ძალადობრივი მეთოდით ყოფილიყო მოხდარიყო ხელისუფლების შეცვლა. თქვენ იცით, რომ პიროტექნიკის ყიდვის მხრივ რეკორდები მოიხსნა ყველანაირი, ანუ 1 წლის მარაგი შეიძინეს. ეს ფული ხა საიდანღაც ხო მოდის. ერთი ეს გახლავთ უცხოური ფული, ჩვენ ნახეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ფულით ხდებოდა აღჭურვილობის შეძენა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ხედავთ რა ორგანიზაციებს დიდი ალბათობით ეს არის ევროკავშირის ფული და ასევე წინა შარშანჯერ არ იყო ახალი ადმინისტრაცია და დიდი ალბათობით ეს გახლავთ წინა ადმინისტრაციის, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებული. ასევე ჩვენ ხედავთ ბაჩიაშვილი იქნება თუ სხვა ასეთი მათ შორის სააკაშვილის დედის უნივერსიტეტი, რომელიც თავის დროს იცით რომ კორუფციული გზით აქვს მოპოვებული, მათი მხრიდან დაფინანსება აი ამ სქემების გამოყენებით
აქციებისა. კიდევ ერთხელ ჩანს არანაირ გულანთებულებებზე საუბარი არის, არის დაფინანსებული ძალადობრივი აქცია. ბაჩიაშვილს აინტერესებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასთან გაქცევა და ალასანისაც იგივე. მართველი გუნდი ორმაგი სტანდარტის მორიგ გამოვლინებაზე საუბრობს და ხაზგასმით ამბობს, რომ ის რაც მიუღებელია საფრანგეთისთვის, მიუღებელია საქართველოსთვისაც. პოლიტიკური შეფასებები ემანუელ მაკრონის განცხადებას მოჰყვა. საფრანგეთის პრეზიდენტი ამერიკის ელჩს საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩაარევასა და ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს. თანაბარ მიდგომასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზიციაში. ასხდება ხა დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოებში ეს არის absolუტურად განსხვავებული, ამიტომ ერთ სიფრთხეზე ვერ განხილავთ. ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში საუბრობდით იმაზე, რომ ელჩები, მათ შორის ევროპელი ელჩები, სისტემატურად არღვევდნენ ვენის კონვენციას, საერთაშორისო სამართლის წესებს და უხეშად იჭრებოდნენ ქართულ პოლიტიკაში და ეს ჩარევები ყველასათვის იყო აბსოლუტურად ცხადი, ხო? და ამ ფონზე ჩვენ როდესაც თავის დროს ვაკეთებთ განცხადებებს ამ თემასთან დაკავშირებით, იყო ნულოვანი რეაგირება. ამ ფონზე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პრეზიდენტ მაკრონის განცხადება არის ძალიან საინტერესო. მათ შორის გავიხსენებ, რომ საფრანგეთის არაერთი ელჩიც წარსულში აკეთებდა უხეშ განცხადებებს, რითაც ირღვევოდა ვენის კონვენცია. მე იმედი მაქვს, რომ ეს სტანდარტები შეიცვლება. სულად ვიზიარებ პრეზიდენტ მაკრონის მიდგომას, რა თქმა უნდა, სწორი არის, როდესაც სახელმწიფო აკვირდება იმას, რომ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატები მოქმედებდნენ ვენის კონვენციის ფარგლებში. დიპლომატი, იმიტომაც ქვია დიპლომატი და პრეზიდენტმა მაკრონმა ზუსტად ამაზე ისაუბრა, რომ დიპლომატიის ფარგლებში უნდა დარჩენ, ისინი უნდა იყვნენ ხიდი ხელისუფლებებს შორის და არა მოქმედი პირი და აქტორი შიდა პოლიტიკაში. ასე რომ სულად მისასალმებელი არის პრეზიდენტ მაკრონის ეს დამოკიდებულება. ჩვენ ხედავთ სხვადასხვა ქვეყანა, როდესაც თავად ხდება ხოლმე სხვადასხვა ასეთი ჩარევის ობიექტი, მათ შორის არჩევნების ჩარევაზეც გახსოვთ საფრანგეთის განცხადება, როდესაც ილონ მასკთან დაკავშირებით ჰქონდათ პრეტენზიები. თავად რო ხდება, აცნობიერებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. ხო იცით, ვიღაცებს წარმოუდგენიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ, დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩაერევენ, ეს ჩვეულებრივი რამე გონია. რეალურად, როდესაც თვითონ აწყდებიან იგივე პრობლემას, მაშინ უნდა გამოხდებიან და საუბრობენ, რომ როგორ შეიძლება თურმე სხვა ქვეყნის პოლიტიკურ შიდა საქმეებში ჩარევა. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობენ ეს ადამიანები და როგორი დამოკიდებულება აქვს სხვადასხვა ქვეყნების მიმართ, პატარა ქვეყნების მიმართ, ისეთი როგორიც საქართველო, თუმცა არავის არ დაავიწყდეს, რომ საქართველო უდიდესი კულტურის, უდიდესი ტრადიციების და წარსულის მქონე ქვეყანა. უნდა არსებობდეს ერთმაგი სტანდარტი პარტნიორული ურთიერთობებისთვის, ის რაც არის მიუღებელი საფრანგეთის სახელმწიფოსთვის არის მიუღებელი საქართველოსთვის. თუკი მიუღებელია ფრანგებისთვის უცხო ქვეყნიდან ჩარევა მათ საქმეებში, იქნება ეს ელჩის სახით თუ სხვა ნებისმიერი ფორმატით, ანალოგიურად არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოელი დიპლომატების ჩარევა. ევროპის სახელმწიფოებს უნებრივი რეაქცია აქვთ ხოლმე, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის დიპლომატი თუ გნებავთ ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიც არღვევს დიპლომატიური ქცევის წესებს. მაგრამ რატომღაც გონიათ, რომ საქართველო ეს არის მეორე ხარისხოვანი ქვეყანა, სადაც დიპლომატი შეიძლება პირდაპირ იყოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, არჩევნებში, რევოლუციური პროცესების წახალისება დაფინანსებაში და ამაზე თუ ხელისუფალი ან პოლიტიკოსი პროტესტს გამოთქვამს და შენიშვნას იტყვის, ეს არის უპატივცემულობა და დასავლური ღირებულებებისგან დაშორება და რუსული პროპაგანდის, ასე თქვათ, წინ წამოწევა. ამიტომ ყველამ კარგად უნდა დაინახოს და საბოლოო ჯამში შეუგუონ იმას, რომ მარტო თვითონ არ არიან სახელმწიფოები, საქართველოს ანალოგიურად დამოუკიდებელი, სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოა. პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში საფრანგეთის ახალ ელჩს შეხვდა, გაცნობიტი ხასიათის შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, ასევე არსებული პოლიტიკური ვითარება. აღინიშნა ქვეყნებს შორის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებაში დიპლომატიის მნიშვნელობა. საქართველოში ყავს საფრანგეთის ახალი ელჩი, რომელთან დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა. მე ვისურვებდი, რომ ესეთი საკითხები აღარ იყოს ჩვენ შორის სასაუბრო, ასე რომ მე მას მივცემ შესაძლებლობას, რომ ამ ხრივ
ერთმანეთს ვაჩვენოთ ურთიერთპატივისცემა, ვაჩვენოთ ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემა, ვაჩვენოთ ერთმანეთის ინტერესების პატივისცემა. ასე რომ მე მხოლოდ მივესალმები, რომ პრეზიდენტმა მაკრონმა ცხადად განაცხადა, რომ დიპლომატების მისია არის დიპლომატიური საქმიანობა და ხიდის გადება ორ ხელისუფლებას შორის. პოლიტიკოსები პოლიტიკურ განცხადებებს მიხედავენ რამენაირად და ამ ხრივ მოკლედ მივესალმები მაკრონის განცხადებას და მინდა რომ ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდეს საფრანგეთის ახალ ელჩს, რომ ის დამოკიდებულება, რომელიც ჩვენ ყოველთვის ჰქონდა, ამ დამოკიდებულებით შევძლოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი ურთიერთობების დაბრუნება იმ წერტილზე, სადაც ჩვენ მინდა რომ იყოს. ოპოზიციის ნებისმიერი კონფიგურაცია მოჩვენებითია და მათი მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. ასეთია მმართველი გუნდის შეფასება ოპოზიციაში არსებულ ვითარებაზე. სახელმწიფო პარტიაში ხაზგასმით ამბობენ, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს ოპოზიციამ ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარი განახორციელოს. ყველა ვინც არჩევნებზე არ მივა პირდაპირ გეუბნებით, რომ ეხმარება ბიძინა ივანიშვილს. ასეთი პარკეტის პოლიტიკოსები ვერასოდეს ვერ დაამარცხებენ ავტორიტარულ რეჟიმს. 4 ოქტომბერი არის უმნიშვნელოვანესი, ოღონდ ქუჩის აქციის საპროტესტო გამოსვლების კუთხით. მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია არის ერთი ძალა, ხო, რომელსაც ჩვენ უწოდებთ კოლექტიურ ნაცმოძრაობა. სინამდვილეში არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის, არის მხოლოდ ტაქტიკური სხვაობები. ერთ-ერთი მიზანი, რატომაც დაანონსდა ნაცმოძრაობის და მისი მეორე განშტოების მიერ 4 ოქტომბრის აქცია, არის ის, რომ მათ სურთ რაც შეიძლება ნაკლები ხმა მიიღოს ბელომ და გახარიან. ხო, სუბიექტური ინტერესები არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ყოველს ხავს ერთი პატრონი. აქედან გამომდინარე გასაკვირი არ არის, რომ როგორც არ უნდა ქონდეთ მათ განსხვავებები, ტაქტიკური თუ სუბიექტური, საბოლოო ჯამში მათი პატრონი მაინც ერთად ხრის ხოლმე ამ პარტიებს. ასე მოხდება ბუნებრივი 4 ოქტომბერსაც, თუმცა არანაირი ფორმით მათ არ აქვთ წარმატების არავითარი შანსი. 4 ოქტომბერი თლიანად არჩევნების ჩათვლით, აქციის ჩათვლით, ყველაფრის ჩათვლით ჩაივლის ძალიან მშვიდად. თავარია, არავინ არ იფიქროს კანონის დარღვევაზე. თუ ვინმეს მაინც აუსდება ხელი, ნახავენ მათ შორის ახალი სისტემის, ახალი ხელმძღვანელობის ნამდვილ ძალას, არავის არ ურჩევ ამას. ეს ჯგუფი უკვე ღიად თავს აცხადებს ექსტრემისტულ ორგანიზაციად, რომლის მიზანი არის ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლა. დღემდე ნაციონალური მოძრაობა რჩება ევროპის სახალხო პარტიის წევრად, მათ შორის ქონდათ მათ განცხადება ხაბეშულთან დაკავშირებით, მხარდამჭერი. ანუ აბსოლუტური სკანდალია, რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც ევროპის სახალხო პარტია, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელმწიფო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს. სალომე სამადაშვილი, ანუ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის თანაშემოქმედი, გახლავთ იმ პარტიაში, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებიც უნდა იყოსო და შემდეგ დამხობაც უნდა მოხდესო და ეს ზოგადად სხვადასხვა კალათაში რომ უნდა კვერცხები ჩაალაგონ, ეხა ეს ქალბატონის სალომის პრობლემაა. ერთადერთი გამოსავალი თუ ერთადერთი გზა, რაც რადიკალურმა ოპოზიციამ დაიტოვა, ეს არის ექსტრემიზმი. აი ამ ტყუილში ჩააგდებინეს უცხოელებმა, მათმა ფარველებმა თავისი თავი, ათქმევინეს უარი მანდატებზე, გააგდეს ქუჩაში, წვიმაში და თოვში. აი არიან ქუჩაში. არავის არ მისცემს სახელმწიფო იმის საშუალებას, რომ აქ 90-იანი წლები დაატრიალოს. რასაც ეხა აპირებს ნაციონალური მოძრაობა თავისი გარე გულშემატკივრებით. არაფერი არ მოხდება 4 ოქტომბერს, ერთადერთი ვიზეიმებთ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს გამარჯვებას. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და ქართული ხალხის გამარჯვება. ოპოზიცია არის ფრუსტრაციაში. ანუ სრულად დაბნეულ, დეზორიენტირებულ და როიტყვიან პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი აქვთ დაკარგული. 4 ოქტომბერი ეს არის მე ვფიქრობ აი ამ ასე ვთქვათ დამარცხებული და გაკოტრებული ოპოზიციის ბოლო იმედი, რომელიც მათ დღის ბოლოს დაუსრულდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამზადისი თვითმმართველობის არჩევნებისთვის აქტიურ ფაზაშია, ქვეყნის მასშტაბით უკვე გახსნილია 3051 საარჩევნო უბანი. სხვა აქტივობებთან ერთად ცესკოს საოპერაციო სასაწყობე სივრცეში ხმის მთვლელი აპარატების პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნიკური დიაგნოსტირება მიმდინარეობს. უზრუნველყოფილია გამჭვირვალობა, მოქალაქეებს შეუძლიათ ამ პროცესს ლაივ რეჟიმში ადევნონ თვალი. საარჩევნო ადმინისტრაცია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აქტიურ ფაზაში
ემზადება, რაც თავის მხრივ გულისხმობს როგორც ლოგისტიკური საკითხების უზრუნველყოფას, ასევე საინფორმაციო საგამანათლებლო კამპანიების განხორციელებას. ნებისმიერ მსურველს აქვს 24 საათის განმავლობაში შესაძლებლობა, რომ ლაივ რეჟიმში დააკვირდეს ამ პროცესს ინსტიტუცია ლოგისტიკურ ადმინისტრაციული თვალსაზრისით, მათ შორის პროფესიული მომზადების კუთხით სრულ მზადყოფას აცხადებს, რომ კვლავ მაღალ პროფესიულ დონეზე უზრუნველყოს არჩევნების ადმინისტრირება. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ტექნოლოგიური საშუალებები იქნება განთავსებული, სამი ტიპის არჩევნები მოთავსებული იქნება ერთ ბიულეტენზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველმა ერთ ბიულეტენზე სამსვეტად უნდა მოახდინოს თავისი ნების დაფიქსირება, ამ შემთხვევაში საუბარი არის პროპორციულზე, მერობის კანდიდატისა და მაჟორიტარი კანდიდატის არჩევის ნაწილზე, რაც შეეხება ტრადიციულს, რა თქმა უნდა, იქ ტრადიციისამებრ იქნება სამი განსხვავებული ბიულეტენი წარმოდგენილი. იუსტიციის სამინისტროში უწყებათა შორისი კომისიის მორიგის სხდომა გაიბართა. კომისიის წევრებმა განიხილეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საჯარო მოხელეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების შესახებ. შესწავლის შედეგად აღნიშნული მიმართულებებით ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა. ჩვენ შევდივართ ფაზაში, როდესაც წინა საარჩევნო პერიოდი ძალიან ახლოს არის არჩევნების დღესთან და შესაბამისად ჩვენ ვითანამშრომლებთ აქტიურად კომისიასთან იმ მანდატის ფარგლებში, რაც კომისიას გააჩნია. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ბიუროზე წარადგინეს. ინიციატივა ფრაქცია ქართულ ოცნებას ეკუთვნის. ცვლილებების მიხედვით სამოხელეო დანაშაულში მხილებულ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, აიპებში, სიპებში და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს ვალდებულება ექნებათ ანტიკორუფციულ ბიუროს ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია ყოველწლიურად 30 წლის განმავლობაში წარუდგინონ. მმართველი გუნდის განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლა მთავრობის პრიორიტეტია და ცვლილებებს პრევენციული ხასიათი აქვს. ოპოზიცია ტრაიგულად უყურებს ჩვენს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, ამას ხედავთ, მუდმივად აკეთებენ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს არის მოჩვენებითი ბრძოლა. ამ დროს თქვენ ხედავთ ფაქტებს. ფაქტი არის ის, რომ მთავრობის ყველა აქტი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. მთავრობა მუშაობს არა მარტო გამჭვირვალედ, არამედ მუშაობს პირველ რიგში სუფთად. ხო, პირდაპირ წესით პრივატიზაციის პრაქტიკა მთლიანად აღიკვეთა. აბსოლუტურად გამჭვირვალეა ნებისმიერი შესყიდვები და ამ შემდეგ, როგორც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ასევე სხვა ტიპის ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ და ზუსტად ასევე კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ჩვენი ხელისუფლება არის აბსოლუტურად პრინციპული. ვერავის ვერ უნდა გაუჩნდეს კორუფციულ დანაშაულში მონაწილეობის დუნება, თუ ვინმე იქნება მშავდებული კორუფციული დანაშაულისთვის, მას მოუწევს წლების განმავლობაში, ათწლეულების განმავლობაში საკუთარი დეკლარაციის წარდგენა და ვერ ისარგებლებს შესაბამისად მობარეული თანხებით. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ პრინციპულად ვებრძვით კორუფციის ნებისმიერ გამოვლენებას. არავის არ კონდეს იმის მცირე იმედიც კი, რომ ხალხის ფულს მოიპარავს, ან საკუთარ თანამდებობას გამოიყენებს იმისთვის, რომ თავად სარგებელი ნახოს ფინანსური და შეგუებული იყოს ნაწილობრივ იმას, რომ შეიძლება ხილებული იქნას რაღაც მომენტში და გარკვეული წელი გაატაროს ციხეში და იმ იმედით, რომ აი ამ წლის შემდეგ გამოვა და გადამალულ ფულს შემდეგ გამოაჩენს და გამოიყენებს, ამ იმედით არავინ არ იყოს. ხედავთ ჩვენ, რომ ხა სააკაშვილი სხვა მისი თანაგუნდელები, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ და იგამდიდნენ, მე ზოგმა მოიხადა თავისი სასჯელი, მაგრამ ხედავთ, რომ ისევ ფუფუნებაში არიან, ეს ნიშნავს, რომ ეს ფული სადღაცას გადამალული შესაძლებლობა ჰქონდა. სამოხელეო დანაშაული არის ძალიან მძიმე თემა ნებისმიერი ქვეყნისთვის, პრევენცია ამისი უნდა იყოს კაცრი ზომებით განპირობებული. თუ კი კორუფციას ეხება, მით უმეტეს ეს არის ქვეყნის დამანგრეველი, ნებისმიერი ქვეყანა, მით უმეტეს პატარა ქვეყანა თავს უნდა იცავდეს. შემუშავებული იქნა ისეთი კანონპროექტი, რომელიც გამორიცხავს და მინიმუმამდე დაიყვანს შესაძლებლობას ადამიანების ცდუნებას, მათ შორის წყალებში, რომ თანხები მიითვისონ. 30 წლის განმავლობაში მათ ექნებათ ვალდებულება, რომ ნებისმიერი ქონებრივი ტრანზაქციები იქნება თუ გადარიცხვები ყველაფერთან დაკავშირებით
გამოსვლებით შესაბამისი ინფორმაცია წარადგინონ, რაც საჯარო იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ნებისმიერი საჯარო მოხელისათვის, რომ მათი საქმიანობა უნდა დააფუძნონ, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ კეთილსინდისიერების პრინციპს და ბოლომდე უნდა იყვნენ ორიენტირებულები სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ინტერესებზე და არა დაუშვათ პირადი გამორჩენის ინტერესზე. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ შპს მეტალ პლუსის დირექტორს 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. უკანონო დაუფლებული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით შპს მეტალ პლუსის დირექტორმა ფიქტიური ოპერაციების საფუძველზე უძრავი და მოძრავი ქონება 1 ბინა და 4 ავტომობილი შეიძინა. რითაც 680,682 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა. მას ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით და ზომად 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს შენობაშია. პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გახსნას ესწრება. მიხეილ ყაველაშვილის ხდომათა დარბაზში საგარეო საქმეთა მინისტრთან და ელჩებთან ერთად იმყოფება. ვიზიტის დროს დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალურ დივანთან. ამ წუთებში სიტყვით სხდომაზე ანტონიო გუტიერეში გამოდის. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის რეალიზაციის ხელშეწყობის და საქართველოში უკანონო ჩემოტანის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამოღებულია 2 კილოგრამამდე მეტადონი და 9 კილოგრამამდე ალფა პვპ. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის მსუბუქი ავტომობილის ჩხრეკისას 2 შეკვრად დაფასოებული 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ნარკოტიკული საშუალება ავტომობილის საბარგულში მოთავსებულ მეტალის აგრეგატში მოწყობილ სამალავში ინახებოდა. გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. დაკავებულთაგან 2 პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეა. სამართალდამცველებმა ბრალდებულებისაგან 2 კილოგრამამდე მეტადონი და 9 კილოგრამამდე ალფა პვპ ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ანუალურ თავისუფლების საფუძველს თვალისწინებს. პოლიციის თანამშრომლებმა დროის უმოკლეს ვადაში მოახერხეს დანაშაულის სქემაში ჩართულ პირთა იდენტიფიცირება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა განაყოფი კვლავაც განაგრძობს უკომპრომისო ბრძოლას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. VR Holding-ის გუნდი განცხადებას ავრცელებს და სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომელსაც ოპოზიციური არხები ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძესთან დაკავშირებით ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ცრუ და აბსურდული ინფორმაციის მიზანი ბიზნესმენის დისკრედიტაციაა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ნოშრევან ნამორაძე წინასწარ დაგეგმილ მოგზაურობაში იმყოფება ოჯახთან ერთად და მომდევნო 2 დღის განმავლობაში დაბრუნდება თბილისში. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული სასახლე პრემიერმა, დედაქალაქის მერმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. თბილისის განვითარების ფონდმა სასახლის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო. პროექტის საერთო ღირებულებამ კი 56,482,251 ლარი შეადგინა. ეს არის ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი, ეს არის სასახლე, რომელიც ინახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას. და ამ სასახლემ არაერთი თავობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას, როგორც შემოქმედები, ასევე მეცნიერების წარმომადგენლები, სპორტის წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობა იყო განსაკუთრებული ზრუნვა გამოგვეჩინა ამ სასახლის მიმართ. ასევე მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას ინახავს ეს სასახლე, სწორედ ამ სასახლეში დაიდობინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, სწორედ და გამოცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი ქართულ პარლამენტარის. ჩვენი ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და რა თქმა უნდა, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც არის ამ მნიშვნელოვანი პროგრამის
გაგრძელება. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სასახლე, ეროვნული სასახლე, კიდევ მრავალთაობას აღწევს ჩვენს ქვეყანას, კიდევ მრავალი თაობა გაეუფლება აქ ხელოვნების საფუძვლებს, მეცნიერების საფუძვლებს, ეზიარება სპორტს და კიდევ ბევრი ადამიანი, ღირსეული ადამიანი შეემატება ჩვენს კულტურის სფეროს, მეცნიერების სფეროს. პროექტის ფარგლებში სრულად მოხდა სასახლის განახლება. პირველი რაც გაკეთდა, ეს იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული რეაბილიტაცია განახლება, რომელიც იყო ამორტიზირებული, ძალიან ცუდ მდგომარეობაში და თვითონ სასახლეს უქმნიდა ძალიან დიდ საფრთხეს. გარდა ამისა, რაც შეეხება სასახლის შიგნით ჩატარებულ სამუშაოებს, ყველა ხედავთ, როგორ მოწესრიგებულია ყველაფერი. პროექტის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდა ისტორიულ ავეჯს, აღდგა იატაკი, ჩატარდა ჭერის შესაბამისი სამუშაოები. ეს არის უნიკალური ადგილი, როგორც მსოფლიოში მინდა იცოდეთ, რომ ძალიან ცოტაა. ესეთი ტიპის ახალგაზრდული ცენტრი, რომელსაც ყავს გამართული სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც ყავს გამართული კაპელა, რომელსაც ყავს ათობით ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლი, რომლებსაც თქვენ სხვადასხვა კონცერტებზე ხვდებით და ყველაფერი ეს სასახლეში დუხს და ჯგებს, აქ მარტო ისტორია არ ხვდება მომავალს, აქ მეცნიერება ხვდება სპორტს და ხელოვნებას. ჩვენთვის სასახლელებისთვის და არა მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღე. რამოდენიმე წლიანი რეაბილიტაციის შემდეგ ჩვენ ხსნით შენობას, სადაც წარსული, აწყო და მომავალი ერთიანდება, სადაც ძალიან ბევრი თაობა გაიზარდა და ბევრი ადამიანის წარმატების გზა სწორედ ამ სასახლის კედლებში შედგა. აქ მიზანი არ იყო მხოლოდ დაზიანებული ნაწილების აღდგენა, აქ მიზანი იყო სასახლისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება. რუსთავის მერიამ ახალი პროექტი აღმოაჩინა. რუსთავის დიდი ისტორია დაიწყო. პროექტი რუსთავის არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობის მსურველ ახალგაზრდებს აერთიანებს. ქალაქის უძველესი წარსულით დაინტერესებული მე-12 კლასის მოსწავლეები რუსთავის ისტორიის კვლევის პროცესში პროფესიონალებთან ერთად ერთვებიან. ახალი პროექტის პირველ დღეს ახალგაზრდებთან ერთად პროცესში რუსთავის მერიც ჩაერთო. 500-ზე მეტი ახალგაზრდა უკვე დაინტერესებული იმით, რომ მონაწილეობა მიიღოს რუსთავის ისტორიის აღმოჩენებში. ჩვენი მთავარი მიზანი ექსპედიციასთან ერთად არის, რა თქმა უნდა, ის, რომ ჩვენი ისტორია გაიგოს რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ, გაიგოს როგორც ქალაქმა, ასევე მთელმა ქვეყანამ, რომ ქალაქს, რომელსაც დღეს ახალი ინფრასტრუქტურით ვაშენებთ, აქვს ძალიან დიდი ისტორია. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ახალი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღების საზეიმოდ გაიხსნა. სხალგორისა და ჩადუნიანის სააღმზრდელო დაწესებულებები 50 ახსაზრდელზე, ხოლო სოფელ ჭიაურის ბაღი 75 ბავშვზეა გათვლილი. ობიექტების მშენებლობასთან ერთად მოპირკეთდა ეზო და მოეწყო საბავშვო გასართობის სივრცეები. ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მისი რეგიონალური მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებენ ერთდროულად 165 ობიექტის მშენებლობა რეაბილიტაციას. აქედან 84 ბაღი 2025 წელსვე ჩაბარდება, გადაეცემა მუნიციპალიტეტებს ექსპლუატაციისთვის. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს შეემატა სოფელ ჩადუნიანის, სოფელ ჭიაურის და სოფელ მსხალგორის სააღმზრდელო დაწესებულება. სამივე საბავშვო ბაღი აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და ჩვენს პატარებს საშუალება ექნებათ, რომ უფრო თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიიღონ განათლება. ხელბაჩაურის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა და არსებული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები განათლებისა და სპორტის მინისტრმა გააცნო. პროექტის ფარგლებში მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, კომპიუტერული ოთახი და სველი წერტილები. კეთილ მოეწყო ეზო. ხელბაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელზე ამოწინსვის საჯარო სკოლაში განახლდა სწავლა. ეს არის სკოლა, რომელიც 250 მოსწავლეზეა გათვლილი, სადაც ჩატარდა მასშტაბური სამუშაოები, აშენდა ახალი კორპუსი, მოხდა ძველი კორპუსის სრული რეაბილიტაცია. ასევე სკოლა აღიჭურვა იმ სივრცეებით და იმ ინვენტარით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო პროცესისთვის. ქრონიკა 17 საათზე დასრულებულია. რამდენიმე წუთში იმედის ეთერს თეა სიჭინავა განაგზობს სტუმრებთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.